მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს კიდე გვაქვს ჩვენ ახალი დასდა, კიდე მათ უკეთ შემამოსწავლემ. უკვე სინჯე ძალიან მაგარია, კარგად მუშაობს და მე მიყვარს საერთოდ ახალი დასდა როცა არის, რამე ახალი რო ვნახოთ და ვნახოთ აბა ჩვენ ახლა რა უცბად შემოვარდება თქვენ ცხოვრებაში და რა უნდა როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას, ხო? ვნახოთ. მოდით პირველ რიგში ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია, რა თქმა უნდა. ვისთვის იქნება ახლა ეს გაშლა, ანუ რა ენერგიებში ხართ? შევხედოთ. ძალიან ლამაზი დასდა. აბა ვნახოთ ახლა. Так. აი, უკაცრავად. Ну, აქ ახლა ნახეთ რა საინტერესო რაღაცა, ნახეთ სამი მაღალი არკანი რა, გავგიჟდე. არის რაღაცა ესეთი სიტუაციაში ხარ, როცა აწონ-დაწონით. აქ ძალიან სხვათა შორის გლობალური ცვლილება შეიძლება ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში. ახლა ნახეთ როგორ არის ეს როგორ უნდა იგრძნო, როცა შენ ხარ აფორიაქებული, როცა შენ გიჭირს არჩევანის გაკეთება. ეს შეიძლება იყოს, აი, დაუშვოთ სამსახური, არ ვიცი რა ავერჩიო, ბიზნესის გავაკეთო თუ სამსახური, თქვათ, სადაც მუშაობ, ვიყო, პარტნიორების შორის შეიძლება თქვენ ყავთ და კიდე ვიღაცა შემოდის. ანუ ეს ესეთი ენერგიები, როცა ხვდები, რომ რაღაცა უნდა წავიდეს, ხო? და ორი კარმული ენერგია ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, როცა თითქოს იცით როგორ არის, აი დააკვირდეთ თქვენ თვითონ, უნდა იგრძნოთ, რომ რაღაცა აი ხდება ისეთი, რომ რაღაცა ჩემი ცხოვრების პერიოდი მიდის. ეს არის აი მინდა აგიხსნათ კარგად, აი მე კარგად ვგრძნობ რატო ამ ენერგიას, ნახე დაუშვოთ, თქვენ იყავით რაღაცა პროფესიით დაკავებული, ხო? ან რაღაც ქვეყანაში ცხოვრობდით სიტყვაზე, ხო? და ეხლა თქვენ გრძნობთ, რა თითქოს ჩემი სული სადღაც სხვაგან მეძახის რა. ან უცბად მოგინდათ გადასვლა სხვა ქალაქში, ან სხვა ქვეყანაში, ან სხვა საქმიანობით მინდა ვიყო დაკავებული, ან უკვე ვეღარ ვეტევი ამ თქვათ ამ ურთიერთობაში მინდა შევცვალო. ნუ ეს არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ენერგია, როცა შენ გადაყავ ხარ, უკვე რაღაცა აი ნახეთ, გამოიწურა ის პერიოდი თქვენი ცხოვრებით, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ცხოვრებაში შეგვიძლია ვიცხოვროთ სხვათა შორის, ნუ ყველა არა, მაგრამ ეს უკვე ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა ფიქრობს ამ თავის ცხოვრებაზე, განვითარებაზე რაღაცა, იმიტომ რომ პრინციპში ერთ ცხოვრებაში რამდენიმე ცხოვრებას მაინც ცხოვრობთ ჩვენ რა, რაღაცები ხდება, იმიტომ რომ ჩვენ გავდივართ რაღაცა ეტაპს, ვიღებთ გამოცდილებას, მერე განულება მიდის და მერე უკვე უნდა დაბალანსდეს ეს სიტუაცია. გაიგეთ? მაგრამ ამ დროს შენ ახლა ხარ მაინც აი გინდა ეს დაიჭირო რა ლამაზად არის ახლა ლაბირინტი არის, ლაბირინტი, ანუ ადამიანი მიდის უნდა რომ გამოვიდეს და დაიჭიროს ეს აი აქ არის შენი ცოდნა, აქ არის შენი ახალი გადაწყვეტილება. გაიგეთ რა ხდება? ეს არის ზუსტად რომ უკვე ეს არის პერიოდი, რომელიც შენ ხვდები, რომ რაღაცა მიდის შენი ცხოვრებიდან. კიდე ნახეთ, აი კიდე ესეთ მაგალითს მოვიყვან, აი ვინც დაუშვათ ბევრს სწავლობს, თქვათ რაღაცას გადის, თქვათ რამე კურსებს, რამის, აი ეგეთ რაღაცას და გრძნობს, რომ აი თითქოს მე ახლა რაც კი საერთოდ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ყველაფერი ვიცი, ეს ნუ არ ვიცი, ეს არის კაი, შეფასებას არ მივცემ, მაგრამ არ არის კაი, მოდით ასე ვთქვათ. რბილად. იმიტომ რომ უფრო ჩვენ მთელი ცხოვრება რაღაცას ვსწავლობთ, შეიძლება ცხოვრებიდან, შეიძლება წიგნებიდან, სიტუაციებიდან, ყველაფრისგან ჩვენ სულ ვსწავლობთ აქ, დედამიწაზე, ხო? მაგრამ მე ახლა ლაპარაკი მინდა აქცენტიც გავაკეთო იმ ადამიანებზე, ვინც მიდის სულიერ განვითარებაში, აი ვინც მართლა მივხვდა, რომ უკვე აქ კიდე ერთი ინფორმაცია არის, ახლა გეტყვით. ხდება, რომ აი თითქოს დავიცალე ჩემი ცოდნიდან, იმ ცოდნიდან, რაც მე ვიცოდი აქამდე და ეხლა მჭირდება კიდე ახალი რაღაცა ცოდნით შევსება. ეს მასე ხდება. ნუ ვისიც იყო ეს მესიჯი მიხვდება, რაზეც გულისხმობ, ხო? და
ახალი ცხოვრება რომ აი ნუ ეს უნდა იგრძნო, ენერგიები უნდა იგრძნო, შენ თვითონ უნდა თქვა რომ კი, მე ვგრძნობ, რომ ასე ვარ მე ახლა და ხვდები რომ რაღაცა ისეთი იცვლება რა. აი ეგეთი ენერგია რა, იმიტომ რომ აი სულ ბანალურად შემიძლია ვთქვა რომ სიტყვაზე სახლი ვიღაც ადამიანმა გაყიდა და ეხლა აპირებს თქვათ ახალი სახლის ყიდვა, ეგაც შეიძლება იყოს აქ-აქეთ თუ ცოტა ჯავდა თქვა საბუთებს ეხლა აკეთებთ რა და ან მივხვდით რომ მე ამ სახლში ცხოვრება არ მინდა, მინდა სახლი შევცვალო და სხვა სახლი ვიყიდო. ესეც შეიძლება თქვათ ვიგულისხმოთ აქ, ნუ მე უფრო გლობალური გითხარით რომ როგორ შეიძლება რომ თქვენ გრძნობდეთ თქვენ თავს ამ შემთხვევაში რა. აი, მოდით აბა ვნახოთ ეხლა რა, ანუ თან ეხლა როგორ თქვი რომ აი უეცრად რაღაცნაირად აი შემოვიდა რაღაცნაირად დანახეთ. ანუ რა სწორედ ეს დასდაც რა საინტერესო არის აი. ისე რამდენი ხანია მუშაობ ტაროზე და სულ მაოცებს. ეს უნიკალური ინსტრუმენტი სულ მაოცებს მე. ანუ რა უცბად აი ასე უეცრად რა აპირებს აქ შემოსვლას, ხო? და როგორ გავაკეთო ახლა მე? უდეთ სამი რაღაც ავიღოთ რა. თუ გინდათ როგორც ვარიანტები თქვენც რომ არ მეყვარს, მაგრამ მე ვიღებ სამ მოვლენას, მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ ახლა გინდათ როგორც სიტუაცია, გინდათ როგორც თქვენ გესიამოვნებათ, ისე აიღეთ. ეხლა ჩვენ ავიღოთ, მაგრამ როგორ არის იცით? ჩაფიქრებული მქონდა სხვანაირად რა შემოდის. აი, მაშინ ასე გავაკეთოთ. როგორ მიიღოთ ეს ცვლილება? მოდით ასე ვნახოთ რა. როგორ მიიღოთ თქვენ აი ეს ცვლილება? აი ასე გავაკეთოთ. აი. ნუ და საერთოდ რჩება. ხო, იყოს ასე. ნახოთ ახლა როგორ აჰა. აქ ვინა ყავს განდაკერე ნახეთ. ანუ რაღაცა გამარჯვება იცით შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა ძალიან რაღაცას ნახეთ. ნუ პრინციპში ახლა ეს არის ერთგვარი გამარჯვება, როცა შენ ახლა აგაც ამ ენერგიაში არ არის ადვილი, იცით, ყოფნა, იმიტომ რომ შენ ხო უკვე ანუ განულებისკენ გიხარ უკვე ახალ და საწყისი წავა. კი ბატონო, მაგრამ აი გამოხვალ, მოდით ხა ასე გეტყვით, თუ დაუშვათ ზოგჯერ გრძნობს თავს აი ასე გაურებულს, აი როგორც აგიხსწერეთ, ხო? ზოგ შეიძლება სხვა შორის წნევაც გქონდეს, შეიძლება წამოწოლა გინდა, ან შეიძლება წამოწვების ადგომა გინდა. აი ეგეთი რაღაცა თქვენ მაგას უბრალოდ გაუმკლავდებით რა. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს შემოვა თითქოს აი გავიმარჯვე, კარგად ვარ და პლუს კიდე ეს კიდე მინდა ცოტა გავხსნა და მეორე ახალი დასდა ხო, ავიღოთ, ვნახოთ ახლა. კიდე რას გულისხმობს, იმიტომ რომ ეს კი გამარჯვებული შეიძლება იყოს ისეთი რაღაცა რა, ნახეთ. მაგრამ ახლა გამოცდილია ეს ცეცხლთან თამაშობს რა. მაინც რაღაცით გააკვირვებთ, იცით თქვენ ადამიანს რა, რითი, აბა ნახოთ ახლა. რითი. აი, ნახეთ როგორი მომენტო მორე. აქ ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს, უკვე ერთხები. თითქმის, ანუ ესე იგი ზოგი შეიძლება ბოლოს მართლა მიიღებს გადაწყვეტილებას და იტყვის რომ всё, მე მივდივარ, აი თქვა გადასვლაზე ლაპარაკი რომ მქონდა, ხო? იმის მეუხედავად რომ თქვა ადამიანი შეიძლება მერყეობს და არჩევანს გააკეთებს და თქვა აი დაუშვათ, всё, ბოლოს მე გადაწყვეტილება მივიღე, საბუთი მივიღე და მივდივარ, ხო? ან საბუთები დაუშვათ შევიტანე.
ხო, აი всё, შევიტანე, გადაწყვეტილება მივიღე და უნდა გადავიდე მე სხვაგან. აი ეგეთი რაღაცა შეიძლება იყოს და ამით გააკვირვებ თითქოს სხვებს, გაიგეთ? აი ამით, რომ აი ნახე როგორ ბოლოს და ბოლოს მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დიდხანს ამაზე ფიქრობდა და დაინახა უკვე, მივხვდი რომ ეს არის ჩემი შანსი, უნდა გამოვიყენო ყველა ვარიანტში ეს შანსი რა. აი ესეთი რაღაც შეიძლება იყოს. კიდე დაუშვათ თქვენ გინდოდათ ახალი ცხოვრება, ახალი ცოდნაც დაუშვათ თუნდაც, ხო? მიგეღოთ. აქაც კი ბატონო ადამიანი გააკვირვებს სხვებს, რომ აი შეიძლება ნახეთ აქ როგორი მომენტი იყოს. თქვენ დაუშვათ ფიქრობდით, აი ახალი პროფესია, მოდით ასე ვთქვათ რა. აი ვთქვათ, დიდხანს ფიქრობდით, მაგრამ მოვიდა დრო შეიძლება სიტუაციები ისე შეიქმნა, რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს თქვით, რომ всё, დავწონე, გადაწყვეტილება მივიღე და მე ვიწყებ იმის კეთებას, რაც მე დიდი ხანია მომწონდა და ეს რაღაც ან ვფიქრობდი და ეხლა უნდა დავიწყო. ეხლა მაგალითად ჩემთან არიან ვთქვათ გოგოები, მოსწავლეები, ვინც მართლა დიდი ხანია ასაკშიც არიან გოგოები და რომ ფიქრობდნენ, რომ აი ვთქვათ მინდა, მაგრამ აი სოციუმ საყოლილი რაღაცა ისე და ვერა, მაგრამ აი გაბედეს, გაიგეთ, გაბედეს და თქვენს რომ მე მინდა, იმიტომ რომ ვერ მოგასვენებს შენ სული, შენ უნდა ეს როგორ მუშაობს, ნახეთ, რატო ადამიანი ზოგჯერ ვთქვათ ეხლა ანუ იწყებს ვთქვათ ან დალევას, ან ცუდად, რაღაც ნარკოტიკებზე ზოგი გადადეს ვთქვათ, აი სრულიად მოულოდნება. იქ სხვადასხვა მიზეზები არის, მაგრამ ზოგჯერ არის ერთ-ერთი ის მომენტი, რომ ადამიანს უნდა და შეიძლება ვთქვათ, ეხლა შეძლებული ადამიანებიც ყავდეთ თქვენს ვთქვათ ირგლივ და რომელიც აი შეხედავ ყველაფერი აქ რა გინდა, კარგი სახლი, კარგი მანქანა, კარგი ცხოვრება, ყველაფერი რაც გინდა, მოგზაურობ რა, აკეთებ რა, მაგრამ აი რაღაც ადამიანი უცბად და რაღაცნაირად ხდება მის ცხოვრებაში ესეთი მომენტი, რომ აი ეს არაფერი აღარ ახარებს. მე ვიცი ძალიან ბევრი ესეთ ადამიანს ხოთაშორის და ანუ რატო? იმიტომ რომ რაღაც აი ეს სულიერი ხო, რაც მე მინდა ხო, რომ ვაკეთო ეს ჩემი სული ვერ ისვენებს, შორს ადამიანი სულიერად ანუ არ არის კარგად, იმას არც უხარია უკვე აერჩინიო ეს ფული, არც მანქანები და არც არაფერი. ეს ძალიან ისეთი რთული, აი ტანჯული მომენტებია, ძალიან აი დააკვირდით, იმდენს აი 22-ში ვინც დაიბადა, თუნდაც ახლა 11-ში, 16-ში, ნუ აი თქვენ უფრო მაღალი არკანებია. ნუ ეს უბრალოდ გეუბნებით, ახლა ეს რეზონირდა, არა ხარ მაგდას დაბადებული, არ აქვს მნიშვნელობა. და აი შენ უცბად რაღაცნაირად აი იღებ გადაწყვეტილებას, რომ მე არ მაინტერესებს არავისი აზრი. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და მე მინდა ვიცხოვრო როგორც მე მინდა რომ ვიცხოვრო და ამიტომ მე ვირჩევ იმ გზას, რასაც მე უნდა დავადგე და წავიდე და არა აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება. და ამით იმიტომაც ვიდახურა შეიძლება გაუკვირდათ რა, მაგრამ დიდი ხანია შეიძლება აქ ადამიანი ამაზე ფიქრობდა, ოცნებობდა შეიძლება თქვათ, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება თქვათ, ნუ იღებდა თემაზე, მე თემას ვამბობ, მე ხარ ვამბობ კონკრეტულად, თქვათ რაღაცა ეს მაგალითებიც შეიძლება დაგაბნიოთ. თქვენ სიტუაციას გადაიტანეთ და აქ მივიღე ახალი გადაწყვეტილება, მივიღე და დავიწყე. და даже თუნდაც ახლა სიტყვაზე სწავლა რამე რაღაცა თუ ფული დასჭირდა, კი შეიძლება ბევრი არ მქონდა, მაგრამ მაინც მოვიპოვე თუნდაც მაგისტრის მე ფულიც, გაიგეთ? აი ეგეთი ენერგია მოვიდა აქ და მე მაგალითად აი ვიც ეს რამ ხელა, იმიტომ გეუბნებით, აქ ადამიანი ხვდება, რომ რაღაცა უნდა всё დასრულდეს რა, ნახეთ ეს დასრულდა და გამოცდილება დარჩა, რომელიც უნდა გამოიყენოს. აი არ ვიცი თუ გაიცანი თქვენი პოზიცია და აბა ნახოთ რა უნდა ამას რა, აი ნახეთ რა და პენტაკლების თუზე მეტი რა გინდათ რა. მეტი რა გინდათ. ანუ ესე იგი თქვენ გაიმარჯვეთ სამყარო, თქვენ აუცილებლად მაგისტრის დაგაჯილდოვებს, აუცილებლად. უნდა მიიღოთ მადლიერებით, რომ თქვენ ეს შეძლეთ, იმიტომ რომ თქვენ მეუახლოვდით ძალიან დიდ განს და თქვენ რადგან აი თქვენ თავს მოერიეთ და თქვენ რო სოციუმს უთხარით, არა, მე
მინდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით. მე მინდა გავაკეთო ის, რასაც ჩემი სული ითხოვს. თქვენ რაც გინდათ, ისი ფიქრეთ არ მაინტერესებს. მე ვაკეთებ კარგს. იმიტომ რომ რა არის, იცით, ეხლა აქ ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, ხო? ეხლა ადამიანს მაგაზე ახლა ხო გეუბნები მაგალითი მილიონი მაქვს, რომ ადამიანი თქვათ რაღაც პერიოდი დაასრულა და გავიდა ახალში და ის გააერთიანა და ეს სულიერი და მატერიალური და მიიღო დიდი ჯილდო სამყაროდან. მეც ვარ იგივე მაგალითი ვარ, მეც დაუშვათ, რომ აი ეგეთი სიტუაცია, იმიტომ კარგად უგრძნობ ენერგიებს, ხო? როცა თვითონ ახლა იცი თითოეულ ენერგიაში რა დევს, ხო? ანუ ეს ჩვენ ახლა ესე იგი ვისთვისაც იყო მივხვდეთ თქვენ თვითონ. აქ ადამიანმა გარისკა, იმიტომ რომ ერთგვარი რისკია, ნულის არკანი ეს რისკი, რომ გამოვიდა ამ სიტუაციიდან, ხო? და სწორედაც მოიქცა. შემდეგი ვახ, ხო, იმპერატრიცა ჩვენი ლამაზი იმპერატრიცა. ანუ ესე იგი შემოდის, ბიჭებო, თქვენ ცხოვრებაში ალბათ ძალიან მაგარი იმპერატრიცა შემოვა. ეს უკვე თქვენთვის ეს ინფორმაცია, მაგრამ გოგოებისთვის ნახეთ რა ლამაზია, просто შეხედეთ რა ქალია რა, вообще რა დონე, რა თმები აქვს და რა ვიცი მე, ძალიან მაგარი გოგოა და გოგოებო, ნახოთ, ახლა ეს იმპერატრიცა, ეს სიუხვე, რა თქმა უნდა, ეს სიმდიდრე, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის გათხოვება, ეს არის ორსულობა, ეს არის, როცა მე თვითონ ჩემს თავს ვიღებ, ხო? ანუ აქ პრინციპში ნახეთ, ხო გითხარით, რომ ნახეთ, ვინც გავიდა დაუშვოთ ახლა ტოქსიკური ურთიერთობიდან შეიძლება თქვა, ანუ უკვე ბოლოს თქვა, გაიარა ბევრი სირთულეები და თავისი თავი აერჩია, თქვენ გაგელოდებათ ნამდვილად, აი უცბად თქვენ თითქოს მიხვდებით, რომ მე ვარ ქალი, მე ვარ მაგარი ქალი რა, აი ეგეთი რაღაც. მოდით კიდე მაინც გითხოთ ჩვენ. დასდა გვაქვს ჩვენ გამზადებული, რას გვეტყვის ახლა? ანუ რას გულისხმობენ ესე იგი, ანუ ეს რა არის, რა შემოდის ასე უცბად. ვახ. გოგოებო, ჩემო ლამაზებო, აქ ვიღაცა ნახეთ, ახლა აგიხსნით, აქ რა ხდება. ბიჭებო, თქვენთვის გითხარით, შეიძლება სადღაც გაიცნობთ, უეჭველე, მაგარი გოგო, შეიძლება გზაში სადმე. კიდე შეიძლება, ვისაც თქვათ, ხა გოგოებო, აქ მართლა შეიძლება მოულოდნელი ორსულობა გითხარით თავიდან, ან თუ ელოდებოდით, აუცილებლად შეიძლება მოულოდნელად, აი თქვა, დაუშვათ ახლა, დიდი ხანი არ შეგიძლოთ და უცბად აქ რაღაცა თქვენ გაიგეთ და აქ შემოდის ბავშვი. ესეც დაიჭირეთ რა. პლუს კიდე აქ არის რა, ვიღაცის ცხოვრებაში, ანუ თქვენ ნახეთ, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ისეთი, ნახეთ, ეხლა ველაკაჩი რო შევდივარ, ეს იგი მოდის ეს რუსულად და ვთარგმნო ქართულად, მაპატიეთ რო შეჭედავ ზოგჯერ რა. პირველი ვარიანტი შეიძლება შემოვიდეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად, ეს არის გამოგზავნილი ზუსტად მაღალი ძალებიდან ადამიანი, რომელთანაც შეიძლება თქვენ გქონდეთ ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ თქვენ გააქვთ რაღაც ამ ადამიანის მეშვეობით თქვენ რაღაცა თქვენი კალორიული ენერგიები იღვიძებს. ანუ აღვიძებს თქვენში ამ კალორიულ ენერგიებს. შეიძლება დაუშვოთ თქვენ რამე კურსებზე წახვალთ სიტყვაზე, სადაც იქ ისწავლეთ თქვენ დაუშვათ იმას, რა ქვია, რას ნიშნავს თქვა ეს ქალის ენერგიები და ასე შემდეგ. კიდე აქ შეიძლება შემოვიდეს რაღაცა ცოდნაც, იმიტომ რომ პაჟი არის ცოდნაც და ანუ კიდე ნახეთ, თუ თქვენ დაუშვათ მუშაობთ კლიენტებთან, ხო? წამოვა ნაკადი კლიენტების, რომელიც თქვენ მოგიტანთ მაგარ სიუხვეს. ესეც არის. კიდე ახლა შემიძლია თქვა, რომ დაუშვათ გოგოებო, თუ თქვენ ფიქრობდეთ, აი ჩემ შვილს მინდა მივცე განათლება, ფული მჭირდება და რაღაცა, აუცილებლად თქვენ დედობრივ მოვალეობას თქვა, როგორც თქვენ ფიქრობთ,
კი, ნამდვილად ეხლა ყველაფერი 5-იანზე იქნება, 10-იანზე თუ როგორ ეხლა ეს ბალები რა, ქულები რა მხელა უკვე არ მუშაობს სკოლაში დიდი ხანია და არ ვიცი ხო? ნუ მივხვდით თქვენ რასაც არის, ხო ხვდებით რა? აქ კიდე რაღაცა აი რატომღაც ხო გებდნენ ბავშვი კი ვთქვი, მაგრამ ბავშვი სკოლა ხო არ წავა, ახლა დავრსულდება. უბრალოდ ეს არის რომ რაღაცა აი ძალიან მაგარი ინფორმაცია მიიღებთ ყველა ვარიანტში. მოდი კიდე გავხსნე. რა აი ძალიან გაგეხარდებათ რაღაცა, ძალიან გაგეხარდებათ. შეიძლება დავუშვით რაღაცას, აი თქვენ თუ ფულზე ნერვიულობდით სხვათა შორის, თუ ფულზე ნერვიულობდით, იცოდეთ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან დიდი ნაკადი. თუ გეშინოდათ აი მოვა, არ მოვა, იქნება, არ იქნება, შემოვა. შემოვლი დიდი ნაკადი შემოვა. ანუ თქვენ რაზეც ნერვიულობდით, ეს ნერვიულობა თქვენგან წავა, იმიტომ რომ ძალიან აი ხო გითხარით, ვინც კლიენტებთან მუშაობ, დიდი ნაკადი იქნება, თქვენი აღიარება მოხდება, ხო? და სხვათა შორის რო გითხრათ, რომ თქვენ აქ იმპერატრიც არ არის ის ტიპი, რომელიც ახლა რაღაცას აკეთებს, ძალიან შრომობს და რაღაც არა. ეს даже სხვათა შორის შეიძლება მიიღება თანხის, ანუ ან ოჯახიდან, ან თუნდაც თქვენი შვილები და შვილი თუ ყავდა მუშაობს, აი იმისგანაც შეგიძლია თქვა რაღაცას მიიღება თანხის, რა ნაკადი მოდის რა თქვენს მოგება. ნაკადი მოდის. კი, ნაკადს სწორი მითხრეს, ნაკადი მოდის. უბრალოდ მიიღეთ. ანუ თქვენ სთხოვეთ სამყაროს. სამყარო გეუბნება. რომ აი დავაზუსტე უბრალოდ, აქ ცოტა მთვარე მინდა და დამეზუსტებია და თქვენ ახლა სთხოვეთ გეშინოდათ. გაიგეთ, მაგრამ 10-იანი მოდის, 5-იანზე 10-იანი მოდის. ანუ ეს ყველა ვარიანტში იქნება შემოსავალი, რაღაც ძალიან კმაყოფილი იქნებით. ძალიან კმაყოფილი იქნებით რა. მიიღეთ, იმიტომ რომ მოდის, ნახეთ როგორ მოდის რამდენა. თითქოს რაღაცა გაიღვიძებს, ეს როგორ არის, იმიტომ ჩვენ ხო ვიძახეთ, რომ აი მოულოდნელი, ხო, შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ რა არის, ნახეთ, აი როცა ადამიანი დგება თავის გზაზე, მაგას სამყარო ყოველთვის აჩვენებს რითი, აი მაგალითად ფინანსები ძალიან მაგარი ესეთი მაჩვენებელი რა. ანუ დაუშვით მე რაღაცა გადავწყვიტე, რაღაცა დავიწყე, დავადექი მე სწორ გზაზე და აი სამყარო რითი გეტყვის რომ შენ გზაზე დადექი. რაღაც აი ფინანსებით, ხო? ნუ თქვა გამოჯამრთელობით, ხო? დაუშვათ გაჩვენებს რომ აი გამოჯამრთელდი. ანუ ეს იგი სწორ რაღაცას აკეთებს შენ. და აი აქაც აი ეს მომენტი თითქოს აი გამოიყენე, ნუ გაჩერდები. უკვე აინ თუ შენში ეს ცეცხლი და ამიტომ ეს ნუ როცა მიიღებ შენ, როცა დაადგები შენს და აი სამყარო გიხდის აი ასე. ნახეთ, ტუზი აქ არის 10-იანი და პენტაკლების. კარგით, და მესამეც ვნახოთ ახლა ჩვენ. так, მესამე არის აქ 3-იანი. ანუ ნახეთ რა ლამაზია, просто ძალიან კაი ყოფამაზე, ძალიან ლამაზი დასტა რა მომწონს, მადლობა ქეთი რომ აჩუქე ეს დასტა. კიდე მოულოდნელად რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აქ სულ პენტაკლები, ანუ ესე იგი რაღაცა უფრო გაგეხარდება, შეიძლება ვიღაცას გაახარებს თავისი შვილები, შეიძლება აქ იყოს როგორ კიდე იცით, ანუ რაღაცა საჩუქრებსაც მიიღებთ და პლუს კიდე ნახეთ ახლა ან თქვენ რამეს ისწავლეთ, ან თქვენგან ვინმე მოვა და ისწავლეს, ხო? აბა მოდით კიდე გავხსნათ. მოულოდნელად რაღაცეთ რა აი რა მომდის, იცით? აი შეიძლება დაუშვათ თქვენ ფიქრობთ, ეს ვიღაცის ის იქნება ინფორმაცია, წამოვიდა. მე სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება ახლა რაღაცა რეკლამა, ანუ ყვავილებზე, ანუ თქვათ ახლა როგორ დაიგულების გაკეთება, ან კიდე თქვათ გაფორმება სახლების ყვავილებით, აი თუ გინდა თქვათ შეიძლება ზოგი ფიქრი, ნუ შეიძლება აქ ვიღაცა არის ესეთი, რომ თქვათ მინდა რომ გავაკეთო, ან მოგინდებათ უცბად თქვათ ეგეთი რამე, რომ
გავაკეთო, თქვათ, ყვავილების მაღაზია გავხსნამ. ან დაუშვათ თქვენ ხართ დიზაინერი, უცბად მოგივათ რაღაცა საინტერესო იდეა, როგორ გავაკეთო, გავალამაზო, თქვათ, ხო? ანუ რა ფერები. კიდე თუ გუნდში მუშაობთ სხვათა შორის, აი გუნდი გაგახარავთ რაღაცის რა. ანუ გუნდი, თუ თქვენ ხელმძღვანელი დაუშვათ ხართ, აქ ძალიან მაგარი მუშაობა გუნდში სხვათა შორის. სამიანი პენტაკლების ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელობა, როცა გუნდი მუშაობს ერთად. კიდე აბა რას ნიშნავს? რაღაცა სირთულეები უნდა წავიდეს, ხო? კი, უნდა დასრულდეს სირთულეები. უნდა დასრულდეს სირთულეები. აქ იცით როგორი მომენტი მოდის? აი თითქოს რა მომენტი ახლა ადამიანი დგას, აქ ახლა ნული არკანი. სიახლე. გაიგეთ? ანუ შემოდის ეს სიუხვე, მიიღე, იმიტომ რომ შენი ეს რთული პერიოდი დასრულდა. უბრალოდ მიიღე, მაგ მედი რა არის? შენ ყველაფერი შეგიძლია, ხო გითხარით, აი აქ რაც არის, ანუ რაღაცას ახალი რაღაცა, შენ ყველაფერი შეგიძლია, შენი სირთულეები დასრულდა. ეხლა უკვე მოდის პერიოდი, როცა შენი სურვილები ასრულდება, აქ სურვილის ასრულება შეიძლება რა გაიგეთ, ანუ სასიამოვნო შეხვედრა. აქ როცა ადამიანი აკეთებს და გამოდის, ან აკეთებს და ეს ახალი ენერგია, აქ ძალიან მომწონს რა, ვიღაცა კი არა. აქ ბევრი გადახვალ თქვენ ახალი პერიოდში, ნუ პრინციპში ახლა ეს არის რა, ეს წელიც ეგეთი არის რა. როცა ახალი რაღაცებზე გადაძველი მიდის, საერთოდ თუ ძველი კარმის გასუფთავება არის, გაიგეთ, აქ ძალიან ბევრი ახლა რაღაცას გაიარეს, გაიგეთ, აი თითქოს სუფთავდება რა, სივრცე სუფთავდება და ახალში შედიხარ და რჩევა მიიღე 19 არკანი. მიიღე. ეს ყველაფერი შენთვის, შენ ხარ ღირსი იმისი, რომ იყო ბედნიერი. მიიღე ეს სიუხვე, მიიღე ეს ბედნიერება, მიიღე ეს მზე, ყველაფერი არის შენთვის. მიეცე შენ თავისუფლება, რომ ყველაფერი კარგი შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. არ თქვა არაფერზე უარი. არ თქვა, რაც შემოდის, ყველაფერი არის შენთვის სასარგებლოდ. ძალიან მაგარი გაშლა, ძალიან მაგარი დასდა. და მე ვფიქრობ, აი აქაც მაგ შენ ყველაფერი შეგიძლია. შენ ჭკვიანი ადამიანი ხარ, შენ ყველაფერი შეგიძლია, გამოიყენე შენი ცოდნა. გამოიყენე შენი ცოდნა, შენ შეგიძლია, შენ ხარ ყველაფრის ღირსი, კარგის. რასაც მე თქვენ გისურვებთ შემოლამაზებოდა. აბა მომწერეთ კომენტარებში, რამდენად ეს თქვენთვის იყო და რამდენად თქვენი, რომ დავინახო, რამდენი მყავს ახლა ადამიანი ჩემს სივრცეში, ვინც არის ჩემს ენერგიებში, იმიტომ რომ მე ვარ ახლა ასეთ ენერგიებში და მინდა რომ აი გავიგო, რამდენი ხართ ჩემნაირები.